დღევანდელი გადაცემის დასაწყისში მოვიწვიეთ კაცი, რომელიც დიდი ხანი არ ყოლია სტუმრად. ეს გახლავთ ჩვენი გუნდის წევრი, უნიჭიერესი არტისტი ჯანო იზორია. მოდი შემოჯანო. გაიხარეთ. ჯანო, ეთილი იყო შემოძმაო შენი მობრძანება ამდენი ხნის მერე, ლამის 6 თვეა რაც არ მინახე. გაიხარეთ, მომენატრეთ. ამ სტუდიაში პირველად ხარ. გაიხარეთ, კი და ჯვარი აქაურობას, კარგია ყველაფერი და მეც მომენატრეთ, მართლა დიდი ხანია ახლა გიცი თეატრის რეჟიმი როგორც არის და ამის გამო მომიწია ცოტა ხნით ფოჩი ყოფნა და იქ სპექტაკლი პრემიერა გამოუშვით. ძალიან დიდი წარმატები ჩაიარა, გილოცავ და შენთან ერთად თელ დას ფოთის თეატრის და მინდა მიულოცო. გაიხარეთ შემოდი, იცოცხლე. ახლა ფოთი ვახსენე ჩვენ და შენ პირველი ნაბიჯები ყველანაირი, მათ შორის არტისტული იქიდან დაიწყო, მალე გახდი შენ საკმაოდ პოპულარული, მაგრამ პირველი ასე თქვა სახელი განსაკუთრებული და არტისტულ სფეროსთან დაკავშირებული გამორჩეული შეგარქვა შენ ერთმა ცნობილმა და დიდმა ქართველმა თან არც მეტი არც ნაკლები მეგრელი ბანდერასი გიწოდა და გიტარით დადიოდი თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს მითხარი. გამოცდაზე ბატონ რეზო ჩხეიძესთან რო წავრზექი კომისიის წინ მაშინ რატომღაც დამარქვა გიტარის დაკვრა მე არ ვიცი. ხა ბანდერას გავარო კიდე თვადასე არ არის ამბავი მაგრამ მაინც ვენდობი მე ბატონ რეზოს რა მაინც რაღაცა ეთქობა. აი რაღაცნაირად ეგ დამარქვა და მე მაგას მიაყოლა პატარა გვისერე მე კოჭოიას მიაყოლა რა. იმიტომ აი გამოცდები რო იყო მახსოვს მაშინ მრავალ გადაცემა იყო ასეთი ნანა თუთფერიძეს მრავალსახეობა იყო და იქ უნდა ჩაეწერა ბატონ რეზო და მაშინ უთხრა რომ ეხლა მეგრელ ბანდერას გაუშვებო და მე ჩავწერო თუ ნანაო ასე და ეს ბანდერასი და ახლა მე არც ვიცოდი გამოვედი ახლა თავში არც ამვარდნია რაღაც ბანდერასი ვერც წარმომიდგენია და ახლა რა ბანდერასი სადმე და აი ესე დამარქვა მაშინ ამ გამოცდაზე იყო ეს პირველი შერქმევა ასეთი მე არც ყოფილა ეგ ამბავი მე უკვე გაგრძელდა 4 წელი სწავლა და როგორც გრძელდებოდა ამბები და მოусვენარს ვეძახოდა რა. კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გაქვს გამოჩენილ პიროვნებასთან და მართლაც აი უდიდეს ქართველ მწერალთან ბატონ გურამ დოჩანაშვილთან არის ეს დაკავშირებული დილის 9 საათზე რო აღმოჩნდი იმ ოთახში რომელიც წიგნებით იყო მიმოფენილი. ძალიან მაგარი იყო. ეგ იყო ჩვენ საერთოდ ბატონი რეზო ვახსენე და შეხვედრებს გვიწყობდა თემურ ჩხეიძე, რამაზ შიკვაძე, კახი კავსაძე და გურამ დოჩანაშვილთან. ეს იყო 3 საათიანი, 4 საათიანი ასეთ მასტერ კლასივით აუდიტორიაში ახლა მეგობრები იყვნენ და თავისთავად ისინი უარზეც არა ეგ ისეთი ადამიანებია რომ ახალგაზრდებთან თავისთავად ყველას უნდოდა შეხვედრა და ამბავი და მან აღმოჩნდა გურამ დოჩანაშვილი და მოგვიყვა იმ დროს ბევრი ამბები. ამ დროს გაგვითხოვდა ჩვენი კურსელი და 4 ტომეული საჩუქრად დავაპირეთ ამის მიტანა რა წიგნის 4 ტომეულის და მოვიფიქრეთ რა მოდი მიუტანოთ ბატონი გურამის ხელმოწერით. აბა რა ამაზე უკეთეს საჩუქარს რას გავუკეთებთ ანას და ნიკოლაშვილს და იყო ასეთი ამბავი და უცებ ბატონ რეზოს ვუთხარით რომ ბატონ რეზო თუ შეიძლება რომ ეს ამბავი რომ მოგვიგბაროთ არ არისო პრობლემაო ჩემი მძღოლი მოგაკითხავთო და ახვალთო და მე და ირინა ჩემი ჯგუფელი მეგობარი ჩინაშვილი ჩავჯექით ბატონ რეზოს მანქანაში დილით და 9 საათი იყო უთენი აიძა დილა და მივადექით ბინას корпуს ვიცოდით სართული გაფრთხილებული ყავდა მოვლენო და ავედით ზემოთ ვავედით ახლა ვაკაკუნებ და ვიცით სადაც მივდივარ და ჩვენ საერთოდ ჩვენი პროფესია არის დაკვირვება ადამიანები. რა თქმა უნდა, აი ბევრი აი თვალს თუ შეუძლია და გონების ხურჯინში ამ ყველაფრის ჩალაგება, მგონია რომ ამ პროფესიაში მე ბევრ რამეში დაგეხმარება ეს ყველაფერი და ამ ეიფორიასთან ერთად, დაძაბულობასთან ერთად რაღაც ბევრი მომენტია, ესეც გვინდა აი არ გამოგვეპაროს, აბა სად რა გაიღება ახლა რა სამყაროში შევალ და ვიცით რომ შევდივართ ძალიან ისეთ ადამიანთან და ისეთ სამყაროში. გაიღო კარი და არ დამავიწყდა რეიტუზები ეს საშინაოდ იყო შემოდით, მოდით, ასეთ რაღაც საუბნე ვერ ვაკეთებ, მაგრამ ისე ყველა მის ინტონაცია ის თვალები და შევედით. რო შევედით, რამაც გადამრია, იყო აი წიგნები იყო ასე ფრინველებივით მოფენილი რა. ასე. ანუ რაღაცა ეს წიგნები წაკითხული ფურცლები ამბები და არ დამავიწყდება ესეთი სავარძელი იყო გია და ამ სავარძელში რომ მივიდა აი რა მოწყვეტი ჩაი ასე ჩაჯდა და ხელში თამბაქო მაშინ ეწეოდა სოხუმში ვისვენებდითო მე და ჩემი მეგობარიო
ხო და გოგოები მაშინ ახალგაზრდები ვიყავითო და გოგოებთან რაღაც ესე საუბარი რომ გავაბითო, გოგოებმა რა გვარის ხართო რა და მე ვუთხარიო დოჩანაშვილიო გვარათო და ჩემმა მეგობარმა კიდე რაღაცა გვარი უთხრაო რა და იმ გოგოებმა ასე ჩაიხითხით ესო დოჩანაშვილიო ასე ჩაიხითხეს და მე ცოტა ხანი პაუზა გააკეთა ასე და მაგრამ რა იცოდნენ იმათმა რომ მე დედით ემხვარი ვიყავი და ემხვარი ვიყავი ესეთი რაღაცა მოყვა ეს წიგნი ხელი მოგვიწერა ქორწილშიც დავპატიჟეთ ცოტა არ იყოს ენით აუგწერელ ატმოსფეროში და დიდებული ქართველი, აი დიდებული როგორც პიროვნება და რაღაც ხო და როგორც ძალიან მაგარი არ დამავიწყდება ჯანო როგორი სახით იდგა ხოლმე სამების ტაძარში აი როგორი შინაგანი მოგრძალებით უბრალოები და რაღაცა საოცარი სიხარული შენ კიდე ერთ დიდ ქართველთან გაკავშირებს ურთიერთობა ეს იყო ბატონი აზორ ერქომაიშვილი მოდი ეს ამბავიც გაიხსენე მე მგონია რომ ამას ადამიანებს რა თქმა უნდა შინაურებს უყვები ამ ყველაფერს მაგრამ აი ასე რომ უყვებოდი ამას სულ მგონია ახლა რაღაცაში იმაში არ ჩამithვალმო რომ სიამაყეში მე იცი ამ ადამიანებთან მქონია ურთიერთობა ეს რაღაც საოცრად მოხდა ღვთისწყალობით და ბატონ აზორ ერქომაიშვილთან აი ეს იყო რაღაცა ისეთი ისტორია კიდე ხობში ტარდებოდა მეგრული სიმღერის ფესტივალი ძალიან საინტერესო და ძალიან სტუმართ მოყვარე ფესტივალი იყო მასშტაბური კი საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიოდნენ და აქ ჩვენი თეატრალური ანსამბლში ჯანსულოს ვასრულებდი მაშინ მე ფოჩი რო წავედი თეატრში ბატონი იროდი ტიკარაძის ფაზისი ანსამბლი ნუ ახლა ეს ჯანსულო იყო და იქაც შევასრულებდი ამას და წავედით ხობში რო წავედით გალა კონცერტამდე იყო კიდე ერთი წინა კონცერტი ხეთაში ღიაცის ქვეშ მან რო ვიმღერეთ ჯანსულო და მეორე სიმღერა ანზორი მოვიდა ბატონი ანზორი ერქომაიშვილი და იროდიო ხვალო სტადიონზე რო გალა კონცერტიაო მანდო მინდაო აი ჯანსულო იყოსო რა ჯანსულო იყოსო და ნუ ახლა ბუნებრივია გამიხარდა მეც და ნუ კარგი ახლა ჯანსულოა და მივედი და დილით მივედით და მოდის ბატონი ანზორი საოცარი რამე ხდება იმ ღონისძიებაზე ბარქაია ხურცილავა და სიჭინავა ლეგენდები ესენი სცენაზე ისხდნენ და თან ამ კონცერტში ამათი საიუბილეო თარიღი იყო აი ეს რა ქვია აღსანიშნავი ნუ ეს ამ დიდი ქართველი მეგობრებო და მოდის ბატონი ანზორი ჯან გენაცვან და ბურთი უჭირავს ხელში ეს ბურთიო და ბურთზე ხედავ ხელმოწერებს თბილისის დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელების ხელმოწერა საკუთარი თავისი ბურთი რა და მინდა ამ ჯანსულოს რომ დაიწყებთო რაღაცნაირად ეს ბურთი გათამაშდეს იმ დროს ჰარირა და აი ამ მომენტში და უცებ ფაფახი კიდევ გაგვიმართლა მაგრამ ეს ფაფახი აი ეს აღმოჩნდა დიდი რო აღმოჩნდა ჩემს ვაკაც მეუნები დათო ჩაჩხენს ვისაც ეს ეჭირა და რომელმაც უნდა გადმომიგდოს ჩავდები შენივრად ბურთი შიგნით როგორ იცი აი წერცხივი ჩაჯდა შიგნით რა ეს ჩაჯდა ფაფახში და დათოს მეუბნები დათო ეს რო გეჭირება მოდი არ გავყიდოთ ბურთი მეთქი არ გავყიდოთ ბურთი და გადმოგდების მაგივრად რომ მოვა მომენტი ასე უკვე დოპილე რო არის და რომ უნდა დავიწყო კი არ გადმომიგდო მე რაღაც ასე გავაკეთებ რაღაცა მოძრაობას მეთქი და უბრალოდ და ისე მაყურებელმა რო არ ნახოს ისე დამიდევი ეს მეთქი და დათომაც ხუთიანზე შემისრულა ეს ყველაფერი დადო ეს და მაყურებელი მართლა დარწმუნებული ვიყავი ვერავინ ვერ მოკრა თავი ახლა კულისებში რა გავაკეთეთ იმას შეიძლება რამოდენიმე თვალზე ნახა მაგრამ მაყურებელი მაინც გუნზეა ჩენზეა და ეს ბურთი ამხელას ღარბი დევს რა პოპოხი უნდა ავდგე ისე უნდა გავაკეთე და ჰარირა წავიდა და აი ეს მოვუკიდე ამას და ასე რო ავწიო ნელა ვიფიქრე არ ამოუყვეს ბურთი და წამოვარტყი და ხო იცი როგორც ეს ფოკუსნიკი რო ჰოპ ჰალეო ბურთი გაჩნდა და აი იქ გავრისკე რა ხო იცი სახიობებს ემართებათ ხოლმე ერთი რო გამოგივა მე გადამეო ზედმეტი სითამამე და აი შეიძლება ცუდად დამთავრდეს ყველაფერი მაგრამ მაგ შემთხვევაშიც გამიმართლა მე ვფიქრე ახლა ეს ბურთი ეს ფაფახი მიჭირავს ასე ეს ასე შემიძლია ავიღო. რო აიგდო ფეხით არა? მეთქი რა ახლა ბავშვობაში ვაკეთებდი ამას და ბავშვი ტაქტი არის რა ზოგადად დოლიში არის რა და ეს წამოდა ბიჭო და ეს დატრიალდა ბურთი და ისე აგვიხდეს ხალხნო. ბარქაია ჩაატარე რეალურად ხო? ასე ხელში ჩამიჯდა ეს ბურთი. ჩამიჯდა და წავიდა ცეკვა. მე დავდები და ჩაუწოდე კიდევაც იმად. ბურთი და აი ეს ბატონმა ანზორმა აი ეს იდეა რო შემომთავაზა და ეს რო გავაკეთეთ, ნუ მე ჩემი გულით ვატარებ იმ კომპლიმენტს და იმ
სიხარულს და იმ სიამოვნებას, რაც მან მითხრა, სიმართლე გითხრათ, მახსოვს, მაგრამ იყოს ეს ჩემთან. გენაცვალეს. კი, ძალიან გაუხარდა და ძალიან რა ვიცი, ასეთ ადამიანებში მიმართლებს და ბედნიერი ადამიანი ვარ, ჩემო გია და ვერც ჩემი ოჯახის წევრებს, ვერც მე ვერავის ვერ წარმოგვედგინა, რომ აი ესე მოხდებოდა ჩემს ხოვრებაში და აი არ შემიძლია აი ეს რო არ ვთქვა, აღდგომის პერიოდი იყო, მაშინ არ დამავიწყდება. ნაბახუსევი ხარ ადამიანი დღესასწაულია, კიდე გეგმავს საწახვიდე. ამბები და წამოწოლილი ვარ. დილა, წევარ რა წამოწოლილი არა ვარ, ლოგინში ვარ, წევარ და ტელეფონი რეკავს. ტელეფონი რეკავს და უცებ ესმის ხმა. და ჯემალ ბაღაშვილი მირეკავს ტელეფონზე, ჩემო გია და გისმენთ ბატონო ჯემალ ხო იცი? როგორ დამემართა იცი? რო გირეკავს და რო წამოდგები და არ ხედავს, მაგრამ იცმენ. რო აი და არ ველოდი ტელეფონსაც უყურებ და დიახ ბატონო ჯემალ მეთქი და ბატონმა ჯემალმა ჯანო გენაცვალე როგორც იცის ესე რომ დაგბუხტავს თავიდან და აი ესე შეგაქებს ის როგორც გეკუთვნის ისე შეგაქებს რომ ის ქება მერე პასუხისმგებლობაა შენი ცხოვრების სავალგზაზე შენთვის და მეუბნება ასეთ რამეს ბლექსი არენაზე ჩხიკვდა ქორწილი მიუზიკლი უნდა გათამაშდეს და იქ უნდა იყოს შენ ერთ-ერთი მონაწილეო აი ეს მითხრა მაშინ და ეს რომ მითხრა მე არ მახსოვს იქიდან როგორ გავარდი დედაჩემს როგორ ჩავეხუტე აი ესე დავფრინავდი და იმ დღეს ვერაფერმა ვერ დამათრო ჩემოგია ვერაფერმა 9 სტუმარი მოვიარე ისეთი ბედნიერი ვიყავი ბატონი ჯემალი ზარით და იმის შემდეგ ასე ხდება და სამაგიეროდ როგორი მნიშვნელოვანი წვლილი შემოიტანეთ ძმაო ამ ჩვენს ერთიან დიდ ხო და ერთ-ერთშიც რო გვიწევს სამაგიდო მუშაობა რეპეტიცია აი ეს კიდე საოცრებაა და ამისთვის მადლობა ღმერთს რა გაიხარე მაგას კიდე მოუბრუნდები მანამდე ისი რა მინდა სულ სხვა ხარეს მე და წაგიყვარო და კონტრასტული ასე თქვა შეკითხვა დაგისვა ინდოეთში იყავი შენ ნახი მაგ ფოტოები და ტელეპელე ისაც ნახი აქ შენი ფოტოები აი ამ ინდურ სამოში დამერწმუნება ყველა რომ კაცი ვერ გაგარჩევდა იქაურისგან და მითხარი რო ჩახვედი ჩაეწერე იქაურ გარემოში თუ როგორ იყო მე საერთოდ რომ მივდივარ გასროლებზე განწყობა თუ არ შეიქმნი სახლიდან რო გადადიხარ ხო ის დანარჩენი 10 დღეც კუბაშიც რომ მიდიოდეთ ჰავაის კუნძულებზე რა ვიცი აი ესეთ ადგილებში იქ ივლი ასე აი თავიდანვე უნდა შეიქმნა რაღაცა შენ და მე თავიდანვე უკვე ისეთი ფერები შევარჩი წიწვიმდა და იგრევოდა ქვეყანა და ისეთი ფერები და აეროპორტში რომ მივედი ფოთის თეატრის მსახიობები რეჟისორები ვიცი მე თბილისიდან შევერდი ჯერ ამობრუნდნენ ასე რა იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ფერებით რა ფერადოვნად წავედი ჩაცვლებ მოკლე მკლავიანი იმიტომ რომ ვიცოდი იქ რაც დავხდებოდა ამინდი და ჩავედით ეს იყო ახმეტაბადი უდიდესი შტატი კაცო გავგიჟდით ზაღლები რო დადიან ჩვენთან ქუჩაში ხო ისე მაიმუნები დადიან მან ხო აი ეს ჩვეულებრივად ასე ოღონდ იქ ყოფილა როგორი მაიმუნები არიან სხვა შტატში მომპარავი მაიმუნები აჰა რომელიც პარავს და ესენი დამკმელი არა ეს დამკმელი მაიმუნებია ესენი მოდიან და რა იყო და რაღაცა ესე სხვა ჯიშის არის რა გამოგადგა შენი გრივი არა რა გამომადგა კი არა ეს უღებდი და ერთი რო გამოიწია და მე სასტუმრობდე როგორ მივბოდი ხო და აი ეს კუდით ეკიდებოდნენ ესეთ ფარშავანგები როგორც ბეღურები ისე დაფრინავენ უცნაური მე გავგიჟდი რაზე ისე უკიდურესად მდიდრები ფენა და უკიდურესად ღარიბები აი შუა ფენა არ არსებობს მაგრამ ერთმა საოცარმა ფენომენმა აი მან გადამრია ეს რა ფენომენია მე ვერ გავიგე ინდოეთში რა ხაზი არა შუქნიშანი არა არაფერი მუხრუჭი არა მაგრამ ავარია არა ეს ავარია არ ხდება რა ეს ისინი ტუკტუკები ამხელა დიდი ავტობუსები აბგონებრივად ორგანიზებად გასრებაზე გადიან ერთი ის არ არის რამე ხო ეს რომ მოხდეს რაღაცა ერთ მიარტყა გადმოვიდა სიგნალი დილით რო დაიწყება ეს არის როგორ იცი აი როგორ ჩვენ ყოველდღიურად რომ საუბრობთ ადამიანები გიტენდება და რო დაიწყებ ლაპარაკს და ძილამდე რო დაძინებამდე არ ლაპარაკობ თუმცა ძილში ლაპარაკობ ჩვენ ზოგჯერ ხო და რო არ ლაპარაკობ აი წარმოიდგინე ეს არის სიგნალები ეს თელი ინდოეთი დილით პიპი პიპი არა ეს პიპი ჩვენთან არის ჩვენთან ორი პიპი არსებობს ჩვენთან ბევრნაირი პიპი ჩვენთან პიპით გზნობ შენი დედას ჩვენთან პიპით გზნობ მადლობას და იქ არ არის იქ არის უბრალოდ პიპი ეს არის უბრალოდ იცოდე რომ ასიგნალებ და მოვდივარ და ფრთხილად იყავ აი ეგეთი ფენომენი და ყველაზე მაგარი რამაც გადამრია საცობი არა
ამის და მიუხედავად. ასეთი უწესრიგობა და საცობი არა. იმიტომ რომ არ ჩერდებიან. სულ დადიან და ნუ იცი რა მითხარი? რო ამბობენ რომ მეგრელი კაცისთვისო ინდოეთიო კულინარიული სამოთხეაო. ესეა მართლა თუ როგორ არის სიცხარის კუთხით? არა, სიცხარის კუთხით მეგრელებს რო გაგვიკვირდება. მეგრელებს რო ობას გაგვაკეთებინებს. ესე იგი არა ძალიან მაგრებია, ძალიან ცხარეები და რაღაცა სხვა გემოები და ამბები. ჩვენ გაგვიმართლათ ან როგორ იცით, რომ სასტუმრო ძალიან კარგი სასტუმრო იყო ისეთი. და ის შიდა კვება იყო. აბა გარეთ რა საჭმელი გიჭამია და რა კობრას უკმენია. ხო, გარეთ რო გარეთ არ უნდა გაბედო, ეგაფავი ასია, იმიტომ რომ ხო, იქ გარეთ გავბედე ქოქოსის მუღამი მქონდა რა, ის საწურობით ქოქოსი, მაგრამ ერთმანეთ მე მითხრა ასე და არა რა იყო მეთქი და მე ინგლისურად ვათარგმნინე და გადამითარგმნა მეგობარ ახლა არ ვარ გაო ესო ეს თავისი დრო აქო იმ დროს კიდიან მაგრამ არ ეხლა ინდოეთია იქ როდის რას კიდიან შენ უნდა იყო ფრთხილად და ის ყურადღებით და ძალიან ისეთი ქვეყანა და სპექტაკლებმა ძალიან კარგად ჩაიარა ეს არის თავარი რაც თავარია კი ჩაიარა ფილარმონიის ხელა დარბაზი დაგვახვედრეს ახლა წარმოიდგინე ფილარმონიაში რომ დამაკნებ და ყვარყვარე ერთმა კაცმა რომ უნდა ითამაშო მაგრამ შენ წარმოიდგინე ერთი სცენა მაგ ეს ბურთები რო კიდია მივაფრინდი ამ ბურთს და ალბათ ვიჭერ ასე და კიდევ ქვილი ჩამოდის ამ ბურთიდან რა და მიქამაკ ტექსტი ყვარყვარე ვარ მაგრამ ეს რომ მივახტი ამ ბურთს და რომ დავიჭირე დარბაზმა და იქ კი გადავარდი ბავშვობის იმაში მიხტულ ჩაკნაბორდი და იგი და ამი ბაჩანე იგივე იმებში წავედი რომ ისეთი ყველა აი ძალიან ისეთი ემოციური ხალხია და უცნაური ბედნიერები არიან რაც თავარია ჩემო გია მიუხედავად იმისა მიუხედავად იმისა ქუჩაში ზინავს ასე ხამე დილით გაიყიდე ლაკალადელე ბედნიერია რა ხო ბედნიერია ყველა ბედნიერია და რა თავარია ქორეოგრაფიული ის გავიარეთ რა იქაური მასტერ კლასი აბა რა მე ჩვენ ვაცეკვე ჩვენი ახლა ცეკვიდან გადმოვიდა ჩვენეულ ცეკვაზე და რა მინდა ისე გითხრა მინდა მოგილოსო კიდევ ერთხელ ის რომ უკვე მეორედ ასე წარმატებით ჩატარდა და ფაქტობრივად დამკვიდრდა ჩვენთან ჩვენს საერთო პროექტში იუმორინაში ახალი რუბრიკა მღერიან და ცეკვავენ ვარსკვლავები რომლის პირველი მონაწილე შემბრძანდები და მოდი აი ეს პირველი გამოსვლა რომელიც ასე მოიწონა ჩვენმა მაყურებელმა ჩვენი შოუს მაყურებელსაც შევთავაზოთ სიამოვნებით წყაროს თავზე გოგო მოდის სისნა მივიდა გოგოა თუ წყაროს ხალმამაზე აირიდა შენ ვახარდა მე ამ ზღვაზე დავალდივიდა შენ რომ არა გულზე დალღა გადამივლიდა შენ ხედე და გულის კარი და ბრაჩაღია და მითხარ გოგო მოსვლა ხომარ ადამა მიანდა ჰეიდა ჰეიდა ვარამე ჰეიდა ჰეიდა ვარამე ჰეიდა შემოთვალ სინათლე იქარ მუქიანა ზამთარში ბარაქიანა და მათოვდა სიცივე სულ არ მიწვნია და შენზე ფიქრები მათოვდა ჰეიდა 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 ვარანე ჰეიდა ჰეიდა Sen merdim var sigay triyalada Sahe gamoçnu da tolebma Sahe gamoçnu tolebma elvarem gaybriyalada Sahe gamoçnu tolebma elvarem gaybriyalada Heyda heyda haralo Heyda heyda haralo Sahe gamoçnu tolebma elvarem gaybriyalada მე მისახელს არ ვიტყვი ღმერთმა უშველოს ვინც არის და ღმერთმა უშველოს ვინც არის შენ სამოს
მოსვლა სამზე მოხვა შესასვლა შავი დრუბელი შენს სიყვარულ სამზე მოხვა შენს განშორებას დრუბელი შენს განშორებას დრუბელი შემოჯანო, მადლობა შენ გენაცვალე ერთად ყოფნისთვის, როგორც სცენაზე, ისე დღეს ჩვენთან სტუდიაში და ამ ხელაპაუზები აღარ გავაკეთოთ შემოძმაო და აბა მალე ჩვენი სტუმარი გახდათ უნიჭიერესი კაცი, ჩვენი ძმა და მეგობარი ჯანო იზორია. დიდი მადლობა გია. გაიხარეთ, ურესი მადლობა.